გრძელდება განთიადი სტუდიაში სტუმართან ერთად დაუბრუნდით. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აღდგომიდან მეორე მოცეთ დღეს მე-6 კვირის ხუთშაბათს საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესია მაცხოვრის ზეცად ამაღლებას აღნიშნავს. ჩვენ სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ ღვთისმეტყველების დოქტორი ბატონი გიორგი კვასალე. მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს, გილოცავს ყველას. დიდი მადლობა ასე. თავდაპირველად კიდევ ერთხელ რომ შეგვახსენოთ და შევახსენოთ ჩვენს ტელემაყურებელს რა მნიშვნელობის მოვლენაა ეს, რას ვზეიმობთ, როგორც ვიცით, აქვს როგორც ესქატოლოგიური, ასევე ონტოლოგიური მნიშვნელობაც მაცხოვრის ამაღლებას, აი ამაზე რომ ვისაუბროთ და როგორც პავლე მოციქული ამბობს, ხო, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ჩვენი მოქალაქეობაი მე მონიშნული მაქვს რომ არ შევწდე ცათაშინა არის, ანუ საოცარი სიტყვებია, ხო, აი რას ნიშნავს ეს და რა მოგვენიჭა აი ამით უფლის ზეცად ამაღლებით ადამიანებს, კაცობრიობას. გავაგრძელოთ პავლე მოციქულის ამ მიმართებით, მართლაც მაცხოვრის ამაღლება ერთ-ერთი საოცარი დღესასწაულია, მოძრავ დღესასწაულთა შორის დადგენილი და საუფლო დღესასწაულია. მაცხოვრის ამაღლებით შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ჩვენი ზეცათა მოქალაქეობა, ასე ვთქვათ, გაცხადდა, გაფორმდა, ვინაიდან საქმე ის გახლავთ, რომ მაცხოვარი ამ ქვეყანას მოვიდა ადამიანის გამოსახსნელად. ადამიანის გამოხსნა თავის თავში გულისხმობდა არა იმას, რომ ქრისტემ კვეთით აღდგა და მიწაზე დარჩა. არამედ კვეთით აღდგა და ზეცადაც ამაღლდა. ერთ-ერთი მამაბო ჩვენ ყავს ღმერთი, რომელიც მარტო კვეთით კი არ აღდგა, ზეცადაც ამაღლდა. ანუ ეს აი ამ მიწიერი მყოფობათი არ დაამთავრა თავისი ღვაწლი. გაგრძელდა მისი, ასე ვთქვათ, განგებულება გამოიხატა ზეცად ამაღლებით. საქმე ეს გახლავთ, რომ მართლმადიდებლური სწავლებით, განსხვავებით სხვადასხვა ერეტიკული სწავლებებისაგან, ქრისტე მიიღო არა მარტო ადამიანის ხორცის ხევი, ანუ მთლიანად ადამიანის კაცობრიობი ბუნება, სრული ბუნება მიიღო. აი ამ ბუნების მამის წიაღში შეყვანების დღესასწაულია დღევანდელ დღეს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანის ბუნებას საშუალება მიეცა ის უზენაესი, უმწვერვალესი პატევი მიიღო, რომელი პატევისაგანაც განიხადა ის, ოდესაც სამოთხისეული მცნებები დააღვია. სხვაგვარად ვთქვათ, ზეცათა შინა მოქალაქეობა მიიღო მან. რა მოქალაქეობა ეს მოქალაქეობა? აი გავიხსენოთ ასეთი რაღაცა. მაცხოვრი კვეთით რო აღდგა და მოციქულებს ეჩვენა. იქ წმინდა წერილში წერია საოცარი სიტყვები. განიხარეს მოწაფეთა იხილეს რაუბალი. გასაგებია ეს სიხარული, მკვდარი ეგონათ, გიგლოვდნენ, შეშინებულები იყვნენ და გამოეცხადა მაცხოვარი თომას ხელით საადებინა, თომა მაღიარა და ეს სიხარული გასაგებია. მაგრამ ჩვენ მეორე სიხარული გვხვდება წმინდა წერილში, როდესაც ქრისტე ამაღლდა. და მოციქულები გახარებული ბრუნდებიან იერუსალიმში. აი ქრისტე ხო დატოვა, თითქოს წავიდა, მაგრამ მოციქულოს მაინც უხარი. აი ეს ორი სიხარული ერთლიანობაშია წარმოსადგენი. აი რა სიხარულიც ქრისტეს გამოჩენით, კვეთით აღდგარი ქრისტეს გამოჩენით მიიღეს. აი ეს სიხარული მიიღეს მას ქრისტეს ამაღლების შემდგომ. რა სიხარულია ეს სიხარული? მაცხოვარმა უთხრა, რომ მათთან არის ქვეყნის აღსასრულო, ანუ მარადიულად მათთან არის. მისი ამაღლება ანიშნავს მის წასვლას. მისი ამაღლება ნიშნავს მოლოდებას, ახალი რამის მოლოდების დასაწყისს. ოღონდ ქრისტესთან ერთად რა მოლოდება ეს მოლოდება? ეს მოლოდება არის, რასაც საწყისში ვისაუბრეთ ჩვენ, ახალი აღთქმის ეკლესიის სულთმოფენობა. აი ამ მოლოდინის ხა, თუმცა მათ არ იცოდნენ დღე. ბუდის მოლოდებას. კონკრეტულად არ ეუბნება. ძალიან საინტერესოა, რომ არ გაშორდნენ ამ. საქმეც ეს არის, ზეცათა მოქალაქეობა საოცარი ციტატა მოიტანეთ თქვენ. ზეცათა მოქალაქეობა, რომელსაც წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს, პრინციპულად განსხვავდება იმ მოქალაქეობისაგან, რა მოქალაქეობა ძველი აღთქმის ეკლესიაში ჰქონდა ადამიანს. რატო? ზეცათა მოქალაქეობა თავის თავში გულისხმობს ამ ქვეყნად ხარ, მაგრამ ამ ქვეყნად არ ირაცხები. ხალხში ხარ, მაგრამ ხალხში არ ირაცხები. ზეცათა მოქალაქეობა, შენ აქ სუფევ, აქ ახა. მაგრამ შენი მენტალობით ზეცის ანუ რაღაც აი ასეთი რაღაც წარმოვიდგინოთ. ნუ არაბუნებრივი, მაგრამ ხო, არა, როგორ ამ წარმოვიდგინოთ? ეს წარმოვიდგინოთ ასეთი რაღაცა, რომ ადამიანი მიდის რომელიმე სახელმწიფოში. აი ამ სახელმწიფოდან დატოვება უნდა რაღაცა ქვეყნის და სხვა ქვეყანაში. სამიშაბათს ასაკეთებს. სწავლობს იმ ქვეყნის ისტორიას, კანონმდებლობას, თქვა ენას და ამას როგორ იცხოვროს ამას მოერგება, სანამ ამას მოერგება, ანუ აი ამ რეალობას შეეთვისება და მიდის ახლა ასეთი რამე ხდება ეკლესიაშიც.
მაცხოვრის ამაღლების შემდგომ, როდესაც სულთმოფენობა მოხდება, ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ ჩვენ ამაზე. აი ამ კანონების რეალიზება ხდება, ანუ ამ კანონებისა, იმ კანონებისა, ამ ქვეყნად რო დავიწყო ცხოვრება იმისათვის, რომ საიმ ქვეყნო მზად იყო. ანუ ცათასასופველი აქ იწყება ჩვენთან. აი ეს ამ მიწაზე დაწყებული ცათასასופველის მოლოდინი იწყება სწორედ აი ეს 10 დღე, რომელიც ამაღლებიდან სულთმოფენობამდე ეს მნიშვნელოვანი 10 დღეა. ჩვენ არ ვიცით, თქვათ, ის 40 დღის განმავლობაშიც კი მაცხოვარი რას ელაპარაკებდა მოწაფეებს. გარდამოცემად ყველაფერზე ვიცით, მაგრამ თქვათ, საკუთარ წმინდა წერილში დაფიქსირებული, წმინდა წერილში ყოველთვის თუ რამე გვაქვს დაფიქსირებული ამნიშნეთ, უფრო ყვედრება გვაქვს მათ უწუნოების გამო და ასე შემდეგ. აი ეს 10 დღე ძალიან საინტერესოა ამაღლებიდან სულთმოფენობამდე. ვინაიდან ეს 10 დღე თავის თავში გულისხმობდა ამ მოციქულთა ენით გამოუთქმელ მოლოდინს, რის მოლოდინს? აღთქმულის მოლოდინს. ეს აღთქმული ასე შემდგომ როდესაც მოვიდა მათზე სული წმინდა მაშინ. ახლა ნახეთ გავავლოთ პარალელი. ზეცათა მოქალაქეობასა და ანუ ახალი აღთქმის ეკლესიის მოქალაქეობასა და ძველი აღთქმის ეკლესიის მოქალაქეობას შორის. პრინციპულად არის განსხვავებული ეს ორი რამ და რატო? აი მაგალითად როდესაც ძველი აღთქმის ეკლესია ფუძდებოდა მოსე წინასწარმეტყველს ასეთ რამეს ეუბნება ღმერთი. განიწმინდეთ თავი თქვენი დღეს და ხვალ რადგან ზეგ გამოგეცხადებით თქვენ. აი ის უნავეზესაც მოსეს მეუკვიდრებ, როდესაც მე შეიყვანოს ძველი აღთქმის ეკლესიამ შეიყვანოს საფრთხე მიწაზე, ასეთ რამეს ეუბნება რომ აი დღეს და ხვალ გაიწმინდოთ თავი რადგან ზეგ მესამე დღეს დიდ სასწაულს მოიმოქმედეს. სხვაგვარად რო თქვა ძველი აღთქმის ეკლესიაში ჩვენ დრო ფიქსირებული გვაქვს. ანუ იქ დროის ცნობა ეძლევა ადამიანს, იქ დროს, ასე ვთქვათ, ასე დრო აკონტროლებს ადამიანს, ამ დროში ადამიანი მოქცეული. აი, როდესაც ქრისტე ამაღლდება, ეტყვის რომ მოელოდენ ნუგეშინებს, როდის მომოვიდეს არ იციან. ნახეთ რა კითხავს უსვამო მოციქულები. ახლა მოაგებ, ახლა აღუდგენ ისრაელს სამეფოს თქვენი საქმე რა დროჟემის. აი ეს ისევ როგორც მეორედ მოსვლაზე, ხო? საქმეც ესაა. ზეცათა შინა მოქალაქეობა თავის თავში გულისხმობს რომ ამ ქვეყნაზე შენ დროის საკრალური წლიდან გასული ხარ. დრო კი აღარ ბატონობს შენს. შენ გაუბატონდი დროს. აი მამის წიაღში მაცხოვრის მიერ ადამიანის ბუნების შეყვანას მამის წიაღი რა არის ზედროულობა. არანაირი დრო იქ არ არის. ადამიანი მოწოდებულია სწორედ აი ბატონობისაკენ. ადამიანი დროს უბატონდება, დრო აღარ უბატონდება მას. აი ეს ზეცათა შინა მოქალაქეობა, ეს არის დღევანდელ დღეს მისცა თავის ამაღლებით პროფესიონალებს. დიახ, ბატონ გიორგი, აი ჩვენ ვიცით რომ ვიდრე მოწაფეები ცას შეხყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი თეთრად შემოსილნი. ვინ იყვნენ ეს ორი კაცი? ესენი ანგელოზები არიან, სხვათა შორის ანგელოზთა უწყება ძალიან საინტერესოა. საქმე ეს გახლავთ რომ ეს ძალიან საინტერესოა. ბევრი რამეა საინტერესო, მაგრამ საინტერესო რა გახლავთ, აი დაუკვირდეთ ესეთ მომენტს. გასაგებია რომ მაცხოვრის კუდრეთით აღდგომამდე მოციქულებს აწუხებდათ პოლიტიკური შეკითხვები. დიახ. აი მაგალითად, როდესაც მაცხოვარი მიდის იერუსალიმისაკენ, მოციქულთა დედა მივადა თხოვს, მოდი იოანე ერთი ჩემი მაჯვენი დაგიშდეს, ერთი მარცხენა, ანუ ერთი რაღაცა სიტყვაზე ვთქვა, ხო, სოფლის მეურნეობის მინისტრი უნდა ყოფილიყო, მეორე რაღაცის მინისტრი უნდა სიტყვაზე. ხო, იქ იუდა ფინანსთა მინისტრობას ელოდებოდა და ასე. ყველა იყო ამ მიწაში. ყველა. ეს გასაგებია. აი კუდრეთით რო აღდგა მაცხოვარი და 40 დღე ასწავლა. აი წარმოგიდგენიათ, კუდრეთით აღდგარი მაცხოვარი 40 დღე ასწავლეს. და ამაღლების წინ უსვამს ისო პოლიტიკურ შეკითხვას. ახლა აღუდგენ ისრაელს სამეფოს. ისე მაინც პოლიტიკური შეკითხვა. აი ამაზე პასუხობს ქრისტე რომ არ არის ეს თქვენი საქმე არის ერთადერთი. რა არის მათი საქმე? ახაროთ ქრისტე. ნახეთ ეს დამშრომლობი მომენტი ახაროთ ქრისტე. აი როდესაც ამაღლდება და ისინი უყურებენ აი ამაღლებულ ქრისტეს რომელს ღრუბლებმა დაფარა. აი ამ ღრუბლებიდან გამოჩნდებიან ამ ღრუბლების წილ ამ დაფარული ქრისტესთან გამოჩნდებიან ანგელოზები. ეს ანგელოზთა უწყება რომელიც თქვენ შემეკითხეთ ახლა რაღაცეად უტოლდება იმ უწყებას რომელიც წყემსებმა გაიგეს მაცხოვრის შობისას. დიახ. მაგრამ იქ ნახეთ ხაზი არ ესმო ანგელოზთა 60-აფერს, აქ ხაზი ესმო თეთროსელი. თეთროჩემი. თითქოს და იქ აი ბრძოლის დრო იწყება, ახლა უკვე გამარჯვების პერიოდი დგება. აი თეთრით შემოსილობა. მათი სიტყვებით რომ თქვენს რა ქვია ქრისტე რომელიც თქვენ აღმავალი ეხილათ ანუ იესო რომელიც კაცო გალილეანუ იესო რომელიც აღმავალი ეხილათ ასევე მოვალი. აი ეს ძალიან საინტერესოდ გამოიხატა იკონოგრაფიაშიც. როდესაც აი იკონოგრაფიაში მაცხოვრის ამაღლების ხატი როგორ არის მოციქულები ყოველთვის ღვთისმშობელი შეყურებენ ზემოთ ამაღლებულ ქრისტეს. მაგრამ ეს არ გახლავთ იცით მარტო მზერა ამაღლებული ქრისტესთან. ეს გახლავთ მოლოდინი ქრისტეს მოსვლა. ანუ როგორც ასე ვთქვათ წყალებში გაცილება ასევე აი ზეცათა მყოფელი მოლოდინიც არის. და ამ მოლოდინზე თქვა სწორედ მაცხოვარმა რომ ეს ჟამი არავინ არ იცის. ეს ხოროთ ღმერთმა იცის. ეს მის იმაში. აი ეს ასე ვთქვათ, აი ეს ღვთისმეტყველება, აი დროზე ამაღლების ღვთისმეტყველება ამ ამაღლებითაც იწყება. და ეს უწყება ანგელოზებისაგან. ბატონ გიორგი,
ჩვენ ყველა მართლმადიდებელი ადამიანი სარწმუნოების სიმბოლოში მწამსში ვამბობთ შემდეგ სიტყვებს, ხომ? დაამახდა ზეცად და მჯდომარეს მარჯვენით მამისა. მე ხშირად გამიგია ადამიანებისგან, ბუნებრივიც არის ალბათ, ხო? ადამიანს უფრო რაღაცა ის მატერიალური ხელშესახები უფრო აინტერესებს, ხო? იგივე ხა მოციქულების მაგალითი რომ ავიღოთ 40 დღე სასუფეველის შესახებ ასწავლიდა და მაინც პოლიტიკურ კითხვებს უსვამე, ხო? ადამიანის ბუნებაა ასეთი. ძნელი წარმოსადგენია, ან რას ნიშნავს თქვა სიმბოლურად მარჯვენით მამის მარჯვენით ჯდომა მაცხოვრისა, როგორ უნდა გავიაზროთ? უწინარეს ყოვლისა ჩვენ ერთ ქრისტიანულ დოგმას უნდა შევეხოთ, რომელიც თავისთავად გულისხმობს ის, რომ ქრისტე იყო ერთი პიროვნება, მაგრამ ორი ბუნებით. ამ პიროვნება ერთია, ღვთაებრივია, ყველა ღვთაებრივი პიროვნებისათვის დამახასიათებელი აბსოლუტურად ყველა ნიშნით, როგორც ყოვლის სოდნეობით, ასევე ყოვლის ყოვლადძლიერებით და ასე შემდგომ ის ღმერთია ამ ნიშნით. მაგრამ ადამიანური ბუნება, რომელიც მას აქვს, რომელიც მან იწვევდა, ეს არის იმ ადამიანური ბუნების დამახასიათებელი თვისებებით, რომელიც ადამიანს აქვს, თვინიერ წოდვისა. ახლა ქრისტეს ამაღლებაზე როცა გვაქვს საუბარი, ჩვენ ასეთ რაღაცა ვქოთ, აი ღვთაებრივი ბუნება და ადამიანური ბუნება. ღვთაებრივი ბუნება არის ყველგამყოფი, ღმერთი არის ყველგამყოფი. არ შეიძლება ყველგამყოფა ადგილმონაცვლეობა განიცადოს. აქედან იქ გადავიდეს აქრემოდა, ქვემოდა, ზემოთ ამას თრემ არ ხდება. მაგრამ ადამიანური ბუნება, რომელიც გარშემო შემოწერილია, მისთვის დამახასიათებელია ერთი ადგილი და მეორე ადგილზე მონაცვლეობა. აი ეს ამაღლება სწორედ გახლავთ ადამიანური ბუნების ამაღლება. თუ ღვთაებრივი ბუნებით ქრისტესაც ვერ ამაღლებოდა, ვინაიდან ეს ცხადია. ყველგამყოფი, თუ ყველგან ახალ ადგილს რო შეიცვლის, აბსოლუტური სტატიკა. აი, როდესაც ეს ადამიანური ბუნებით, ადამიანური აი ამ ხორცით ამაღლდება და მარჯვენა ჯდომარეას მარჯვენი მამი და მარჯვენი ჯდომარეობა უკავშირდება იმ პატივს, რა პატივითაც ადამიანის ბუნება შეიმოსა. თორე ამ ნიშნით ღმერთს ვერც მარჯვენა ექნება და ვერც მარცხენა, ყველგან თუ არ, ჩემთვის არც მარჯვენაა და არც მარცხენა. უბრალოდ ყველგან ყოფობა ჩემთან გამორიცხავს როგორც ადგილმონაცვლეობას, ასევე დროსირცულ კვეთის რამე შესაძლებლობას, ეს აბსოლუტურად გამოიწვია. მარჯვენი ჯდომა ეს თავისთავში გულისხმობს ამ პატივის მიგებას ადამიანური ბუნები. ნახეთ, აი ამ პატივმა რა გაუკეთა ადამიანს. ამ პატივმა ადამიანს ის გაუკეთა, ის ძალა მისცა, რა ძალა მას ადამიანი გახადა შემძლებელი სული წმინდის მადლის მიღებისა. აქამდე ის ამას ვერ მიიღებს, ის დაზიანებული ბუნების. აი ასეთ პატივყოფილი ბუნება მიიღებს მხოლოდ მადლის სულისასმიდისას. აი სულიწმინდა სხვანაირად ვერ გარდა მაცხოვარი მივდივარ, იმიტომ რომ აღთქმული გამოგეცემთ. ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ეს ბუნება ამ პატივს შეუცლებელია, სხვანაირად ბუნება დამტევი ვერ იქნება. ახლა ამ ამაღლებაზე როცა გვაქვს საუბარი, ეს იყო ერთადერთი რაღაც წმინდა მამათა ლიტერატურაში ეს 1000 გზის არის, თქვათ ამაღლების სახით ჩვენ ვიცით, თქვათ ენოქი არის სამქვეყნად გასული, ისე რომ ციკლი არ უხილა ელია. ხო, მაგრამ მათზე მაინც ვერ ვიტყვით ამაღლებას ამ სიტყვის საკუთრებრივი მნიშვნელობით. მათზე უფრო ვისაუბრებთ ადგილმონაცვლეობაზე. მიწიდან კი თქვათ ასე თქვათ აიწია, თქვათ მიწიდან ამაღლდა, წყალებში ამაღლდა, მაგრამ არა ზეცად, არამედ ამ ადგილს მოცილდა და სხვა ადგილზე. და ასევე სხვა ხორცით ამაღლდა. ის მაცხოვარი განდიდებული ხო, ეს მნიშვნელოვანია. მათი ამაღლება არის ასე წყალებში ჩასასვლელი სიმბოლურად გასაგები, ეს არის უფრო აქედან აწევა და სხვაგან გადასვლა, ადგილმონაცვლეობა, რომელიც მიუწვდომელია კასტაგონებისათვის ანგელს. ხოლო მაცხოვრის ამაღლება, ეს სხვა ამაღლება. სხვათა შორის ერთ-ერთი მამა წმინდა ეფრემ ასურიანი, იოანე კროპირია პირდაპირ ადრეს რომ ეტლები ჭირდებოდაო იმას, რა ქვია, ელია წინასწარმეტყველს, რადგან ის უძმრება, ადამიანის უძმრება გულისხმობდა ამას, რომ ეტლით აყვანილიყო, ხო? თვითონ ქრისტეს არანაირი ეტლი არ ჭირდებოდა თავისი ძლევამოსილებით ამაღლა. აი ესე წინასახეები დასრულდა, ასე ვთქვათ, როგორც ყველა წინასწარმეტყველება ქრისტემ აღასრულა თავის თავში, ასევე ეს წინასახეების დასრულდა მაცხოვრის. ბატონო გიორგი, როდესაც აი წოდიაჩი ხო ხატზეც ასეა ხო იკონოგრაფიაშიც მაცხოვრის გამოსახულება შობის ხატს როდესაც უყურებთ სიბნელეა ხო ეს არის მინიშნება რომ იმ დროს წოდიადი იყო სამყაროში და იშვა მაცხოვარი თუმცა გაისმის საოცარი სიტყვები ხო ანგელოზების მიერ დიდება მაღალთაშინა ღმერთსა ქვეყანასაზე და მშვიდობა და კაცთა შორის ათნობა ზეცა ზეიმობს ხო აი რა ხდება ამ დროს თუ წერეთ თქვა წმინდა მამები ესეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ხო მაცხოვარი ადამიანური ბუნებით ადის ზეცაში როგორც ვიცი სამ ცას გადისო ხო რაღაცა ესეთი სწავლება არის თუმცა იოანე ოქროპირი თვითონ ამბობს რომ ძნელია ადამიანური გონებისთვის ამაზე საუბარი შესახებ სწავლებას პარმებს ორიაზი აქვს ერთი ცალი ცათარიან უბრალოდ ასეც საუბრობენ თუ არის საუბარი იმაზე რა ხდება ამ დროს ცაში როდესაც მაცხოვარი ადის რა მინდა გითხრათ ასეთი ზეიმურობის ნიშანი რომელიც თქვენ აღნიშნეთ შობასთან დაკავშირებით ასეთი ზეიმურობის ნიშანი ჩვენ არა გვაქვს ნედან ზეიმურობის ყველა ნიშანი დღესასწაულობის ყველა ნიშანი ასე ვთქვათ შემოკრებილია თვითონ
თვითონ აღდგომის დღესასწაულში. აღდგომის მისტერიაში, როდესაც ქერუბიმი მახვილს მიხრიდებს და ვეღარ აკავებს ადამიანს საშვებელში შესასვლელად საიდანაც ეს გახდილი ხდა თავის დროზე. ეს ყველაფერი აქ არის თავმოყრილი, მაგრამ ეს მაცხოვრის ამაღლება თვითონ გულისხმობს ძალიან საინტერესო დეტალს. აი ამ ზეიმურობის თვალსაზრისით. საქმე ეს გახლავთ, რომ ადამიანი როგორც ვიცით მოწოდებულია განხრთობისაკენ. ადამიანი გახდეს ღმერთი, ანუ მადლით ღმერთი, განიხილოს. საქმე ის გახლავთ, რომ ეკლესია, როდესაც მოგვიწოდებს მისი დოგმატები უცვლელად და უპირობოდ მივიღოთ, ეს არნიშნავს იმას, რომ რაღაცა კრებულს უნდა რომ დოქტრინები შეაჩეჩოს ადამიანს. საქმე ის გახლავთ, რომ მართებული დოგმატური აზროვნება თავის თავში გულისხმობს მართებულ სარწმუნოებრივ მენტალობას ადამიანში. ანუ იქ დოგმატის ცვლილება ეს არ არის მხოლოდ სიტყვების შესვლა, დოგმატის ცვლილება ეს არის პრინციპულად აზროვნების დარღვევის დაწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა რატომ ამბობ ამას? იმ მართებული დოგმატებით, რა დოგმატებითაც მართლმადიდებელი ეკლესია წარდგა კაცობრიობის წინაშე და დღევანდელ დღემდე ამბობს ამ დოგმატებს. ამ დოგმატების მიხედვით მაცხოვარს ჰქონდა ორი ბუნება. ხო, ადამიანი და ღვთაებრივი. ახლა ნახეთ. განხრთობილი ადამიანი აი ქრისტეს მობაძავ, განხრთობილი ადამიანი, როგორი ადამიანი, რომელიც მადლით მიერ ღმერთი იქნა, ხო? სხვაგვარად რო თქვა, მამებთან ამას ქვია, მაქსიმალურად ძალისაებ ქრისტესთან მიბაძვა. ანუ ქრისტიანი არის ქრისტეს მსგავსი. აი ქრისტეს მსგავსი როგორ არის? აი ამ დოგმატის გაუგებლად, აი ამის მიუღებლად ქრისტეს მსგავსებასაც ვერ გავიგებ. რას ნიშნავს განხრთობილი ადამიანი? ნიშნავს, რომ მისი ბუნება, მას აქვს აი თითქოს პიროვნება ერთია, როგორც ქრისტეს პიროვნება ერთი იყო, მაგრამ ორი ბუნება ხო ხონდა? აქაც ორი ელემენტი გვხვდება. აი განხრთობილ ადამიანში გვხვდება ორი ელემენტი. ერთი ელემენტი გახლავთ მისი განხრთობილი ბუნება, ხოლო მეორე ელემენტი გახლავთ განმახრთობელი ენერგია, ანუ საფრთხობადი. აი ამ ეს ერთი პიროვნება ამ ორი დეტალითაც წარმოდგენილი, ისე როგორც ორი ბუნებით იყო. ეს ერთობა, ეს არ არის მხოლოდ თეორია, ეს არის მისტიური და რეალური ერთობა. ამ ერთობისაკენ ადამიანი მოწოდებულია. აი ნახეთ როგორ იქნება. რაც ღმერთმა გააჩინა მეკონიერ არსებაზე მაქვს საუბარი. ყოველდღიურად სიბრძნით გააჩინა და გამორიცხულია მის მიერ დააცაძირკლებული გონიერი არსების უმყოფელობისკენ გახმობა ის. ის უმყოფელობიდან გამოხმობილია სწორედ იმის გამო, რომ მას მყოფობა უნდა ჰქონდეს სამუდამო მყოფობა. ეს სამუდამო მყოფობა რა ნიშნით იქნება წარმართებული უკვე გონიერ არსებაზე ამიდობილი. ანუ როდესაც მე საფრთხო ნათელი მომეფინება, ის ნათელი მოეფინება სულ ყველას, მაგრამ ის ნათელი ჩემთვის რა იქნება ჩემი გადასაწყვეტია. ამის თავისუფლება მე დამიტოვა. ანუ ის ნათელი იქნება ჩემთან განმახრთობელი, თუ არ იქნება განმახრთობელი, ანუ მე ქრისტეს მსგავსები, თუ არ, აი ამ არჩევანს ვიწყებ დღეიდან. აი ამ არჩევნის რეალიზების შანსი ამაღლება სწორია. ამ ბუნების ადამიანის ბუნების ამ პატივის მიგების გარეშე სული წმინდის გათამოსვლა არ მოხდებოდა, ახალი ეკლესიის დაარსება არ მოხდებოდა და შესაბამისად ეს სამოღვაწეო, გამსამოწმოღვაწეო, გაყვალული სამოღვაწეო გზაზე ადამიანის შედგომა ვერ მოხდებოდა ვერანაირად. აი ეს სამოღვაწეო გზისკენ გაყვალული ხდება. ეს ადრიანი პერიოდი გახლავთ რა პერიოდი, იცით, აი მოდი გავიხსენოთ მაცხოვარი რო ფეხებს ბანს მოციქულებს. აი რა ხდება იმ დროს? პეტრე ამბობს, ხო არ დამფეხებს. თუ არ დაგმოფეხებს, შენთან წელი არ გექნება. და მაშინ არა მარტო ფეხები, არამედ ხელები და თავი. არა, მარტო ფეხები გახდასაბა. რა იყო ეს მარტო ფეხები გახდასაბა? თავისთავად ჰიგიენურ პრობლემებზე არ საუბრობდა მაცხოვარი, საუბრობდა იმაზე, რომ თქვენ ყოველთვის წმინდა ხართ, ანუ თქვენი აზროვნება მე მთლიანად გავწმინდე. აი ფეხები ხა დამჭა დასაბა. ეს ფეხი არის სიმბოლო დასრულებადობისა, რაღაცის ბოლო სიმბოლო. აი მაგალითად იაკობი და ესავი რო იბადება, ესავი ბალნიანი, იაკობი უთმოა და იაკობს ხელი აქვს ჩაჭიდებული ესავის კუსლზე. აი ეს ფეხი აქვს დაბოლოებაზე. ეს ბალნიანობა მამათა ლიტერატურაში სახე სიმბოლოა ცოდვა შემოსილობისა და უთმოობა ცოდვა სიმბოლოა უნება განძარცულობისა. აი სადაც თმიანობა დასრულდა, ანუ კუსლთან, იქ ხელი აქვს ჩაჭიდებული, აქ დაიწყო, ანუ სადაც უნებიანობა და ნება შემოსილობა დასრულდა, იქ ნება განძარცულობა იწყება. აი ეს ფეხია დასაბარი. როგორც აღმოჩნდა, ეს ფეხის ბანვა მარტო სიმბოლურად ამბობთ, ფიზიკურად თავისთავად საერთაშორისო ზოგადად. სიმბოლურად ამნიშნეთ, პირდაპირ უკვე აღნიშნეთ ეს. კიდევ პოლიტიკური კითხვა ისმის მაცხოვრის ამაღლების. აი ფეხბანვა გახლავთ, ფეხბანვის დასრულება გახლავთ, აი ამაღლები, აი დაიბანეს ფეხები. უკვე გახარებულები დაბრუნდნენ იერუსალიმში, რაღაც ახლის მოლოდინში კიდე. აი ეს ფეხბანვა, აი ამნიშნეთ, ამნიშნა მათი აზროვნება ამით საბოლოოდ გაიწმინდა. მაგრამ ეს აზროვნება ახლა როგორ ფიქრობთ ახლა? რატო არ დაიწყო პეტრემ ქადაგება ამაღლებიდან მეორე დროს, მესამე დროს? რატო მაინც მიერთებდა ეს? დიახ, საინტერესოა. რა ხდება მათი დღის? ხო, როგორ ფიქრობთ, ფარისევლები არ ქადაგებდნენ? ყოველდღე ქადაგებდნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, უფრო მაგარ რამეს იტყოდა. როგორ არა? მაგრამ რატო იყო მაცხოვრის ქადაგება სმენადი
და მათი ქანდაკებას უბრალოდ ეშინოდა ხალხს ვინმე სინაგოგიდან არ გაეგდოთ ვინმე ის არ დაეჩაგრათ იქ უფლებები არ შეელახათ და იძულებული იყო დამდგარიყო პედაგოგიური ესმედა მაგრამ მათ ხო არის ინტერესით უსმენდა მათ მოციქული როგორ მოიმოციქულა ქრისტე რა უკადა თვალებში ჩად ეხლა ერთ-ერთი სიტყვა წაუბრალე მათ სიტყვად მიყვება მათ ეს რომელსაც შან კარგი შემოსავალი ქონდა მათ ეს შემოსავალი არ ქონდა ეს საზმეზვერე იყო ის თავის რაღაც ფულს აკეთებდა მართალია ძულდათ მაგრამ თვითონ მათ ესადვე საკმაოდ კაი შემოსავლიანი სამსახური იყო ამ ქვეყნურად მშვენიერი პირობები ქონდა მაგრამ ხო მაგრამ ნახეთ აი ისეთ ჩახედა ისეთ აი ესე მათესთვის არავის არ არ შეუხედავს და ასე ტკბილად სიტყვა არავის მე როგორ იქნებოდა მაცხოვრის შემოხედა ხა ამის ფიქრებს ხო ანუ თვალებში ჩახედა წამომყევიოდა აი მართლა წამომყევი აი ეს რაღაც მათეს ხო ეს ყველაფერი გადადო იქით და ადგა მათე და გაყვა რაც იცავს აი ამას ეთქვა უარი და ქრისტეს ეთქვა თახმობა აი რაღაც ამდაგვარი მომენტი როდესაც მოციქულები სულიწმინდის მათ ელოდებიან ანუ არიციან როდის მოვა მაგრამ ელოდებიან იციან რომ მოვა ისე როგორც ჩვენ არ ვიცით ქრისტეს მოსვლა როდის იქნება მაგრამ ვიცით რომ იქნება საქმეც ეს არის წმენა ამას გულისხმობს დროის დროზე მაღლობობას გულისხმობს აი სწორედ ამდაგვარი რამ ხდება მოციქულები და ისინი ვერ იტყვიან ვერანაირ მათი სიტყვა შესავებული არ იქნება რითი მარლითა მადლისაერთად ვერ იქნება და მათი სიტყვა მათი მქადაგებლური სიტყვა ძლიერია როდესაც საღვთო ძლიერებით მოდის ეს ადამიანური სიტყვა არ არის ეს არის საღვთო ძალით ნათქვამი ადამიანისაგან საღვთო ძლიერებით ნათქვამი სიტყვა აი ეს ძალა რომ მოგცეს ეს ძალა რომ მიიღო და წარმოიდგინეთ რომ უნდა გავიდე რა ვიცი საჭიდაოთან და რა ქვია დიდი მისასაწევად ხო და რაღაც სიმძიმის სასაწევად მე არ შემიძლია არანაირად ეს გავაკეთო სანამ არ მოვემზადები საამისო ზადავით ეს ყველაფერი კეთდება ამისათვის და ჩვენი საუბრის დასასრულს ბატონ გიორგი ასეთი შეკითხვა მინდა დავსვა ანუ ჩვენ საუბრობთ კიდე რამდენჯერმე უსვავ ხას რომ საოცარ რამეზე ხო აი საოცარი მოვლენა ანუ აღდგომის მერე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი მოვლენა მაცხოვრის ესად ამაღლება თუ კი არა აქვს აი ადამიანს ეს განცდა ხო საოცარ სიტყვები მოვიყვანეთ პავლე მოციქულს რომ ჩვენი მოქალაქეობა ზეცათა შინაარს თუ კი ეს განცდა არ აქვს ადამიანებს მაგრამ ის ამბობს რომ სტამს ქრისტე აი რას კარგავს ანუ რამდენად ასე ვთქვათ თანაგრძნობას იმსახურებს ალბათ ადამიანი ასე დროს რომ აი ამ ხელა სიხარულს აკლდება ესეთ სულიერებას აკლდება რა აზრი აქვს ასეთ სიცოცხლეს როდესაც მთავარი მიზანი არ არსებობს მიზანი რომ შენ იყოს ეთის მოქალაქე საქმეც ეს გახლავთ ჩვენ ერთი ასეთ რეალობა შევხედოთ ჩვენ ერთმანეთისაგან მართალია კამათი მქონდა საკითხთან დაკავშირებით მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა ჩვენ ერთმანეთისაგან განვასხვაოთ მორწმუნე ადამიანი და ეკლესიური ადამიანი მორწმუნე შეიძლება ეკლესიური არ იყოს და ეკლესიური აუცილებლად მორწმუნე იქნება წამს ეს არ გმარა რისი წამს და ჩემი წმენა არის თორე მართლა ხო ზოგადად შეიძლება ათეისტის რა ვიცი თვითონ მოუწევ ყავარო დაიწყოს მართო მიშველო წამოსდეს ისე რო არ დაუფიქრდება ის ალბათ და როდესაც მე ვიცი ვისი წამს და ის ვისი წამს ვიცი რომ ღმერთია ჩემ ანუ მე კი არ გამოვიგონე ჩემი ღმერთი მე რაღაც თეორიულ რაღაც ზოგად დოქტრინებს კი არ ვეფუძნები და ვამბობ რომ რაღაცის უნდა წამდეს არა მე კონკრეტულად ვიცი ქრისტე რომელი ქრისტე რომელიც ვიღაცას კი არ გამოეცხადა და მისი პირი კი არ თვითონ მოვიდა ჩემთან თვითონ მელაპარაკა და დღესაც მელაპარაკა დღესაც საქმეც ესა ის რაც მელაპარაკა ეს არ იყო დროით შემოსაზღვრული ავტონომიური დანიშნულების მის მორედ მოსვლამდე მისი სიტყვები არის ცოცხალი და არის ჭეშმარიტი ანუ არაფერი არ შეცვლის აი დრო ამ სიტყვებს არ ეხება და იმ ადამიანსაც რომელსაც ესათა მოქალაქეობა აქვს იმასაც ეს დროის განცდა არ აქვს როგორ მის ფასეულობათა სისტემას მის მენტალობას დროითი დინარება არ ეხება რაც ჩემთვის იყო და რაც ეკლესიისთვის იყო მიუღებელი მე-15 საუკუნეში მეორე საუკუნეში თუ მე-17 საუკუნეში ის იქნება 27 საუკუნეშიც მიუღებელი ეს ფასეულობები არ იცვლება არ არის ეს ცვალებადი არ არის ეს თქო დროის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს სამოქალაქო კანონი შეიძლება შეინაცვლოს რაღაც სხვადასხვა რაღაცა სხვადასხვა ფორმები მაგრამ დროის მიხედვით ვერანაირად ვერ შეიძლება ის ჭეშმარიტება რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანს რატომ იმიტომ რომ ღმერთმა მისცა ადამიანს და რა ვიღაცა ადამიანმა ადამიანს ამის ცვალებადობა არ მოხდება თვითონ დაპირისპირება სოფელს ამას ჭირი გაქვს რატომ იყავი შენთვის შვიდად არ გეკნება ჭირი პრინციპულად გამორიცხულია შენ თუ ზეცათა მოქალაქეობისკენ მიდიხარ ეს სოფელი თავისი ცვალებადობით აუცილებლად გიქნეს საპრობლემოს რატო ამ სოფლისათვის რაც გუშინ იყო ცუდი დღეს უკვე დასაშვებია რა მოხდა სხვა დროა აი ქრისტიანისათვის ზეცათა მოგალისწოს სხვა დრო არ არსებობს იმისთვის ის დრო დადგა უკვე ქრისტე აღდგა კვეთით ამაღლდა და სულიწმინდა მოვიდა ეკლესია დაარსდა სხვა დრო აღარ არსებობს ჩემთვის დრო არსებობს სამოქალაქოებით წარდინებით თორე ზეცათა მოქალაქეობით
მე დროზე ახლა დავდექი. სამწუხაროდ ეს დრო გაგვიქცა ზუსტად ახლა შეიცებ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ყოველთვის საინტერესო და სასიხარულოა თქვენი მოსმენა. დიდი მადლობა. მოგესალმებით მადლობა ბატონ გიორგი, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. ჩვენს ტელემაყურებელს კი შევახსენებ, თეოლოგი გიორგი გვასალია საუბრობდა ამაღლების მნიშვნელობისა და მისი არსის შესახებ.